საზოგადოებაში სტერეოტიპის დასამსხვრევად იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ქვეყნისგან მხოლოდ დახმარება არ სურთ, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მათაც შეუძლიათ შექმნან ღირებული. ხელოვან ომის ვეტერანთა 9-კაციანი ჯგუფი გაერთიანდა, რომ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა მოაწყონ. ვეტერანები დახმარებას არ ითხოვენ, შემოსული თანხით ისინი ტაძრის მშენებლობას ეხმარებიან. ნამუშევრები საკმაოდ დიდი სულიერი სიღრმით გამოირჩევიან და გვინდა რომ საზოგადოებას ვანახოთ, რომ ვეტერანებს მაინც რაღაცა გვაერთიანებს ის შინაგანი სამყარო, რომელიც ჩვენმა პერიოდმა ჩანერგა ჩვენში, როდესაც მეომრები ვიყავით. თუმცა მეომრები შეიძლება დღესაც ავარ შეგდით დარჩენილები, მაგრამ შე შემთხვევაში ეს მეომრები პაციფისტებათაც იქცნენ და რაც შეიძლება კარგიც არის. ამიტომ მგონია რომ დღევანდელ დღეს აქვს რაღაცა თავისი დატვირთვა, ამავე დროს ვფიქრობთ რომ აქ მინდა გითხრათ რომ ნამუშევრების ასევე გაყიდვა ხორციელდება და ამ თანხების ნაწილი გადაირიცხება ივერიის ღვთისმშობლის მონასტერში მშენებლობის ანგარიშზე. გვინდა რომ ჩვენ ვთქვათ რომ ვეტერანები მხოლოდ არ მოვითხოვთ, არამედ ჩვენ შეგვიძლია რომ გავცეთ. ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები და სამკაულები, ვეტერანების ხელით შექმნილი, განსხვავებული თემატიკის, სხვადასხვა ჟანრის და მიმართულების, თუმცა საერთო ემოციის და განცდის ხელოვნების ნიმუშები. მხოლოდ ერთი მიზნით ტაძრის მშენებლობისთვის და უბრალოდ სხვა ვეტერანების მოტივაციის გაზრდისთვის. ვეტერანებმა გავაკეთეთ ეს გამოფენა, მიუძღვნით მახათას მთას გადაირიცხება თანხა, გარკვეული თანხა, მოხმარდეს ამ ტაძრის მშენებლობა. დიდი სიამოვნებით მიიღო ყველა ვეტერანმა ამ აქციაში მონაწილეობა. ჩემი ნამუშევრები ესენი არის, ქართულ მოტივებზე არის, ძველ ქართულ მოტივებზე არის, ბევრი ფანტაზიური მოტივიც არის, მაგრამ ძირითადად უფრო გათვლილია ძველ ვეტერანები რატომღაც რაღაც სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ ვეტერანი მაინდა-მაინც გაუპარსავი, ლოთი, დეპრესიული და იმ ომში ჩარჩენილი ადამიანები არიან და აგერ თვალნათლივ ჩანს, რომ საკმაოდ ხალისიანი ხალხიც ავართ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ვეტერანი, ჯერ ადრე არის ჩვენი ჩამოწერა იმიდან, წყობრიდან გამოყვანა. ალბათ ბევრ სასიკეთო საქმეს გაკეთებასაც შევძლებით. ხელოვან ომის ვეტერანთა გამოფენა გაყიდვას გალერეა Art Avenue მასპინძლობს. გამოფენა 7 მარტის ჩათვლით დაგელოდებათ, თუმცა დიდი ხნით არ დაგემშვიდობებათ. ომის ვეტერანები მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტით გაგვაოცებენ.